მოგესალმებით, თქვენ უსმენთ ნამდვილ ისტორიებს თეონა გეგელიასთან ერთად. დღეს ვილაპარაკებთ ირანის ისტორიის შესახებ. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს, იწონებს და აზიარებს ჩვენს ვიდეოებს. მადლობა მათაც, ვინც გადაწყვეტ ჩვენს ფინანსურ მხარდაჭერას. მათთვის ბმული არის ამ ვიდეოს აღწერაშიც და არხის აღწერაშიც. თქვენი დახმარება ამ არხის არსებობისთვის არის გადამწყვეტი. თანამედროვე ირანის ისტორია სრულად შეცვალა 1979 წლის ისლამურმა რევოლუციამ. მისი მიზეზები და შედეგები დღემდე მწვავე კამათის საგანია. თანამედროვე ირანი დღეს ასოცირდება რელიგიურ ცხოვრების წესთან, საზოგადოებაში მოქმედ მკაცრ ისლამურ კანონებთან, ხიჯაბთან, წვერთან, ბირთვულ პროგრამასთან, ხისტ საგარეო პოლიტიკასთან. მაგრამ ბევრს უნახავს ასევე მე-20 საუკუნის შუა წლების ირანის ფოტოები, სადაც აბსოლუტურად სხვა სურათია. გოგოები მოდური ტანსაცმლით და ვარცხნილობით, არანაკლებ მოდურად ჩაცმული კაცები. და მთავარი, რაც ამ სურათებზე ჩანს, ეს არის მსუბუქი და მხიარული ატმოსფერო, ცხოვრების დასავლური წესი, ცხოვრების ის წესი, რომელიც თანამედროვე ირანის შესახებ ჩვენს წარმოდგენასთან სრულად შეუსაბამოა. რა მოხდა და როგორ გახდა შესაძლებელი ამ ქვეყანაში რელიგიური რევოლუცია? ამის გარკვევას შევეცდებით დღევანდელ ეპიზოდში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ირანს მართავდა ყაჯარების დინასტია. მათი მმართველობა იწყება 1796 წელს. გასული საუკუნის დასაწყისში ყაჯარების სახელმწიფო ღრმა კრიზისშია. არაეფექტიანი მართვა, კორუფცია, სუსტი ეკონომიკა. ეს ყველაფერი ანგრევდა ყაჯარების რეპუტაციასაც და მათ სახელმწიფოსაც. მათი მმართველები არ იყვნენ დამოუკიდებლები. რეგიონში მთავარ ძალას წარმოადგენდა ორი მსხვილი კოლონიური იმპერია, ბრიტანეთის და რუსეთის. სწორედ ისინი განსაზღვრავდნენ ირანის პოლიტიკას, აფინანსებდნენ მას. ბრიტანელები და რუსები თითქმის სრულად აკონტროლებდნენ ირანის ვაჭრობას. მეწარმეებმა კი მისი რესურსების ათვისება დაიწყეს. ამ დროს ბევრი ირანელი მოგზაურობს დასავლეთში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, ავსტრია-უნგრეთში და ხედავს ამ სახელმწიფოების არამხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ პროგრესს საზოგადოებრივ ცნობიერებაშიც. ირანელებს აღაფრთოვანებთ ის, რომ ბრიტანეთის იმპერიის ბევრ მცხოვრებს შეუძლია მეფეს ან დედოფალს სასამართლოში უჩივლოს. პარლამენტში კანონები კამათის და დისკუსიების შედეგად მიიღონ, რაც ირანში შეუძლებელია, რადგან იქ აბსოლუტური მონარქიაა. ირანელებს ეს იდეები ჩააქვთ სამშობლოში და გარდაქმნის სხვადასხვა იდეებზე, მათ შორის პოლიტიკურ რეფორმებზეც, პარლამენტარიზმზე, კონსტიტუციაზე, მონარქის ძალაუფლების შეზღუდვაზე და სხვა, წერენ ადგილობრივ პრესაში, რომელიც იმ დროს ჩანასახშია და განვითარებას იწყებს. ეს ყველაფერი ირანში კონსტიტუციურ რევოლუციას გამოიწვევს, რომელიც დაიწყება 1905 წელს. მასობრივი გამოსვლების და არეულობის დაწყების შემდეგ მოზაფარ ალ-დინ შაჰი ყაჯართა დინასტიიდან დააკმაყოფილებს პროტესტანტთა მოთხოვნებს და გამოსცემს ბრძანებებს კონსტიტუციის და პარლამენტის შექმნის შესახებ. ეს ორი რამ ხდება რევოლუციის მთავარი მიღწევა. ოღონდ ეს რევოლუციაც ისევე როგორც ირანის პოლიტიკური ცხოვრება მთლიანობაში, არ ჩაივლის რუსების და ბრიტანელების კონტროლის გარეშე. რუსები ემხრობოდნენ აბსოლუტურ მონარქიას, ბრიტანელები კი მხარს უჭერდნენ კონსტიტუციონალისტებს. ამ რევოლუციის მიმდინარეობისას 1907 წელს ხდება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ბრიტანეთის და რუსეთის იმპერიები ხელს აწერენ შეთანხმებას ირანში გავლენის სფეროების გაყოფის შესახებ. ირანის ჩრდილოეთ ნაწილი, ესაა კასპიისპირა რეგიონი, დედაქალაქი თეირანი, მიაქვს რუსეთს. ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, ის რაც ესაზღვრება ინდოეთში ბრიტანეთის კოლონიურ მიწებს, ხდება ბრიტანეთის გავლენის სფერო. ასეთ პირობებში ცხადია შახების დამოუკიდებელ პოლიტიკაზე ლაპარაკი ზედმეტია. კონსტიტუციური რევოლუცია დასრულდება იმით, რომ ბრიტანეთის და რუსების მისიები ირანს წაუყენებენ ულტიმატუმს მის მიერ შეუსრულებელი ზოგიერთი პირობის გამო და როდესაც თეირანი მათ უყურადღებოდ დატოვებს, ირანში რუსული არმია შევა. 1911 წელს რუსეთი ჩაახშობს კონსტიტუციონალისტთა ბოლო ძალებს და ამით ფაქტობრივად დაასრულებს კონსტიტუციურ რევოლუციას. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ირანში მნიშვნელოვანი ცვლილებებია.
რუსეთში მონარქიის დამხობის და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკების ხელისუფლება გამოაცხადებს, რომ უარს ამბობს ყველა პრეტენზიაზე, რაც ეხება რუსეთის იმპერიის და მისი მოქალაქეების საკუთრებას და ლიცენზიებს ირანის ტერიტორიაზე. მაგრამ იმავდროულად ბოლშევიკები მსოფლიო რევოლუციაზე ოცნებობენ, რაც დასავლეთის ქვეყნებს სერიოზულად აშფოთებთ. ამ დროს ხდება რეზა ხანის აღმასვლა. რეზა ხანი ეს იყო ნამდვილი სამხედრო, ბრწყინვალე სამხედრო კარიერით, მტკიცე გადაწყვეტილებების უნარით, ადამიანი რკინის ხელით. 1921 წელს ის გამოაცხადებს, რომ კაზაკთა დივიზიას, რომლის მეთაურიც იყო, შეიყვანდა თეირანში, რათა დაეცვა ირანის სახელმწიფოებრიობა ბოლშევიზმისგან. ეს პროცესი საბოლოოდ დასრულდება ყაჯართა ბოლო შაჰის აჰმად შაჰის გადაყენებით. თავდაპირველად ძალაუფლება ორი ადამიანის ხელში იყრის თავს, რეზა ხანის და ჟურნალისტ საედ ზიას ხელში. მაგრამ რეზა ხანი მალე მოიშორებს თავიდან თანამებრძოლს და საედ ზია დავიწყებას მიეცემა. პირველი 2 წლის განმავლობაში რეზა ხანი ძლიერდება. ის ჯერ სამხედრო მინისტრია, მალე კი ქვეყნის მთავარი პოლიტიკოსი. ის აფორმებს შეთანხმებას საბჭოთა კავშირთან და ირანი პირველი სახელმწიფო ხდება, ვინც აღიარებს საბჭოთა რუსეთს. სანაცვლოდ მოსკოვი უარს იტყვის ყველა პრეტენზიაზე, რაც შეიძლება რუსეთის იმპერიის მემკვიდრეს ჰქონოდა. მაგრამ შეთანხმებაში ჩაიწერება, რომ თუ კი ირანის ტერიტორიიდან საბჭოთა რუსეთს რაიმე საფრთხე დაემუქრება, მაშინ ის იტოვებს ამ ქვეყანაში ჯარების შეყვანის უფლებას. ეს მე-6 პუნქტი თავის როლს შეასრულებს 20 წლის შემდეგ. 1923 წელს რეზა ხანი ხდება ირანის სრულუფლებიანი მბრძანებელი. ის ყაჯარის ბოლო შაჰს სამკურნალოდ გაუშვებს, მომდევნო 2 წელი კი მართავს ქვეყანას არაოფიციალურად. 1925 წელს საკონსტიტუციო ასამბლეა იკრიბება და რეზა ხანს ირანის მმართველად აცხადებს. ასე იწყება ირანის ბოლო მონარქთა დინასტიის, ფეხლევების მმართველობა. რეზა კი ხდება რეზა ფეხლევი, ამ დინასტიის პირველი შაჰი. მისი მმართველობის პირველ ეტაპს აღწერენ როგორც რეფორმისტულ ავტორიტარიზმს. ის იწყებს ირანის გარდაქმნას თანამედროვე ქვეყნად და როგორც სამხედროსთვის მისთვის მნიშვნელოვანია ბრძოლის უნარიანი არმია. ამ არმიისთვის კეთდება ყველაფერი. მისი დროის მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტია ტრანსირანული რკინიგზა, რომელსაც ერთმანეთთან უნდა დაეკავშირებინა ჩრდილოეთით კასპიის ზღვა, სამხრეთით სპარსეთის ყურესთან. ასევე ირანის მსხვილი ქალაქები. ტვირთებს სწრაფად უნდა ემოძრავათ, სამხედროები სწრაფად უნდა გადაადგილებულიყვნენ თუ საჭირო გახდებოდა და ასე შემდეგ. მის დროს იქნება თანამედროვე სახის პირველი უნივერსიტეტი, თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც საჭირო იყო სპეციალისტების მოსამზადებლად, რაც თავის მხრივ საჭირო იყო წარმოების განვითარებისთვის. რეზა შაჰისთვის ავტორიტარული მოდერნიზების მთავარი მაგალითი იყო მეზობელი თურქეთის მმართველი მუსტაფა ათათურკი, რომლის დიდი თაყვანისმცემელიც იყო და მათ საკმაოდ თბილი და შეიძლება ითქვას, რომ მეგობრული ურთიერთობაც ჰქონდათ. თუკი მანამდე ირანის სასამართლო სისტემა ეფუძნება შარიათს, შაჰი აუქმებს ამ სისტემას და ქმნის ევროპულს. ჩნდება კოდექსები, სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ასე შემდეგ. მაგრამ ამ რეფორმას ჰქონდა მოულოდნელი შედეგებიც. შარიათის კანონებით დანაშაული სასჯელის სახით ციხეს არ ითვალისწინებდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანამდე ირანში პატიმრები არ იყვნენ. სახელმწიფოს მტრებს სპეციალურ ჯურღმულებში ათავსებდნენ. იზოლირებულები იყვნენ სოციალურად საშიში და ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებიც. მაგრამ ასეთი შემთხვევებისთვის დიდი ციხეები საჭირო არ იყო. ევროპული ტიპის კანონების შემოღება კი მოითხოვს ციხეების მშენებლობას, რადგან არსებობს პატიმრობის ვადები. ასე შენდება რეზა შაჰის დროს ირანში პირველი ციხე, რაც იყო მოდერნიზაციის ერთ-ერთი შედეგი. შაჰი აფუძნებს ირანულ ბიუროკრატიას. იქმნება განათლებული ადამიანების კლასი, რომლებიც სახელმწიფო მანქანას ემსახურებიან ყველა დონეზე და ამისთვისაც საჭირო იყო უნივერსიტეტები. რეზა შაჰი არის ირანის სახელმწიფოს დამფუძნებელი ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით. ახალი სახელმწიფოსი, რომლის მთავარი მახასიათებლები მის წარმოდგენაში იყო მისი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ერთიანობა. ამის გამო ის ამარცხებს სეპარატიზმსაც ირანში. ირანი მრავალეთნიკური ქვეყანაა, სპარსების გარდა იქ ცხოვრობენ ქურთები, არაბები, თურქები და ბევრი სხვა ეთნოსი, რაც ყაჯარების ეპოქაში ძალიან დიდი პრობლემა იყო. ყველა ამ ტომს თავისი ინტერესები ჰქონდა. რეზა შაჰი თავიდან მოიშორებს ყველა ტომის ხელმძღვანელს და სეპარატიზმს მოსპობს. ახალ სახელმწიფოს სჭირდებოდა ახალი იდეოლოგია და ეს გახდა ნაციონალიზმი. ბევრი ეთნოსი ირანში არ ლაპარაკობდა სპარსულ ენაზე.
ამიტომ ახალი სახელმწიფოს მშენებლობაში ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ირანის ირანიზაცია. მანამდე განათლების ძირითადი ერთეული იყო რელიგიური სკოლები, მედრესები. მედრესების რაოდენობა შეიზღუდა და მათ ნაცვლად აშენებდნენ ზოგად საგანმანათლებლო სკოლებს, სადაც ასწავლიდნენ სპარსულს და თანამედროვე სკოლისთვის აუცილებელ საგნებს. ერს ერთ ენაზე უნდა ელაპარაკა. 1920-იანი, 30-იანი წლები ესაა ირანში ენობრივი პურიზმის პერიოდი. სპარსული ენა, რომელზეც წერდნენ დიდი პოეტები, საადი, ჰაფიზი, ომარ ჰაიამი, 50% შედგებოდა არაბებისგან ნასესხები სიტყვებისგან. არაბულ ენაშიც საკმაოდ ბევრია სპარსულისგან ნასესხები სიტყვები. იყო თურქული წარმოშობის სიტყვებიც. რეზა შახის დროს იქმნება სპარსული ენის აკადემია, რომლის მიზანია გაწმინდოს ის არაბიზმებისგან და თურქიზმებისგან. ენას წმენდნენ და ცვლიან მათ ან მოგონილი სპარსული ანალოგიებით, ან ევროპული, ინგლისური ან ფრანგული ენის სიტყვებით. რეზა შახის დროს იქმნება ასევე ახალი ისტორიული ნარატივი, რადგან ახალ სახელმწიფოს ახალ ენასთან და გეოგრაფიასთან ერთად სჭირდებოდა ნაციონალური ისტორიაც. 651 წელს ირანი არაბებმა დაიპყრეს და აქედან იწყება ირანის ისლამური პერიოდი. შახის ისტორიული პოლიტიკის საფუძველი კი ხდება ორიენტაცია ირანის ისლამამდელ ისტორიაზე, კერძოდ აქიმენიდების და სასანიდების დიდებული დინასტიების ეპოქაზე. ნაციონალური პოეტი ხდება ისლამამდელი პერიოდის მთავარი მგოსანი აბულ ქასიმ ფირდოუსი, ირანის მთავარი ეპიკური ნაწარმოების შაჰნამეს, მეფეთა წიგნის ავტორი. შახს ტანსაცმლის ტარებასა და საზოგადოებრივი ქცევის სფეროშიც უამრავი ახალი ნორმა შემოაქვს. იკრძალება ყველა ტანსაცმელი, რომელიც ტრადიციული სამოსის კატეგორიაში შედის. რელიგიური ტანსაცმლის ტარების უფლებას უტოვებენ მხოლოდ მაღალი რანგის სასულიერო პირებს. დანარჩენებმა უნდა ჩაიცვან ევროპულად. 1936 წელს სპეციალური დეკრეტით იკრძალება ჰიჯაბიც. ამ რეფორმების ცხადი სეკულარული ხასიათის მიუხედავად ირანი სულაც არ ხდება საერო ათეისტური სახელმწიფო. რეზა შაჰი თავად იყო მუსლიმი შიიტი და ის იცავდა ყველა ისლამურ რიტუალს, რაც ირანის მმართველს მოეთხოვებოდა. და ბოლოს ახალ ერს და ახალ სახელმწიფოს სჭირდებოდა ახალი სახელი. ბერძნულ-სპარსული ომების ეპოქიდან ირანის მიწებს ბერძნულ წყაროებში უწოდებდნენ სპარსეთს, რადგან სპარსელების ტომი იდგა აქემენიდების დინასტიის სათავეში, რომლებსაც ბერძნები ებრძოდნენ. ბერძენი ისტორიკოსების გავლენით ევროპულ ენებში დამკვიდრდა სიტყვა სპარსეთი, ამ სახელმწიფოს მთავარი სახელის სახით. ანუ ის იყო ერთგვარი სახელწოდება გარე სამყაროსთვის. ქვეყნის შიგნით კი იყენებდნენ სიტყვას ირანს. ეს სიტყვა მოდის უძველესი ირანული ენებიდან, ამ ენების ერთ-ერთი სიტყვათა შეთანხმებიდან არიული მიწა. სიტყვა არიათი მოიხსენიებდნენ თავს ირანული ტომები. შემდეგ ამ სიტყვათა შეთანხმებიდან გაქრა სიტყვა მიწა. სიტყვა არიული კი გარდაიქმნა სიტყვა ირანად. რეზა შაჰი მოსთხოვს ერთა ლიგას და უცხოეთის სახელმწიფოებს, რომ მის ქვეყანას დაუძახონ ირანი. ამის შემდეგ ამ ქვეყნის ოფიციალური სახელწოდება ხდება ირანი. ამ ამბავს კიდევ ერთი ისტორიული ქვეტექსტი აქვს. საკუთარი არიული წარსულით გატაცება ირანში იმავე წლებში ხდება, როდესაც მსგავსი იდეები ვრცელდება გერმანიაში, სადაც ხელისუფლებაში მოდიან ნაცისტები და აი ამ ერთიანი არიული წარსულის ძიების პროცესში, სინამდვილეში კი უბრალოდ მოკავშირეების ძებნისას, ირანი დაუახლოვდება ნაცისტურ გერმანიას. მეტიც რეზა შაჰისთვის ნაჩუქარ ლიფტებში არის ადოლფ ჰიტლერის პორტრეტიც, მისი საჩუქარი, რომელსაც პირადად ფიურერის ხელმოწერაა. რეზა შაჰის მმართველობის მთავარი მახასიათებელია ავტორიტარიზმი. ის სასტიკად ახშობდა ნებისმიერ განსხვავებულ აზრს და მისი მმართველობის მეორე ეტაპზე 1930-იან წლებში რეპრესიები კიდევ უფრო ფართოვდება. ამ რეპრესიებში მოყვებიან მისი მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. შაჰი ზღუდავს და რეგლამენტში აქცევს რელიგიურ ცერემონიებს. მაგალითად, გლოვა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთდღიანი. მეჩეთებში იატაკზე ჯდომა აღარ შეიძლება. რელიგიური ცხოვრება ნებადართულია, მაგრამ ძალიან მკაცრად კონტროლდება. 1931 წელს ირანში იკრძალება კომუნისტური პროპაგანდაც. 1938 წელს კი კომუნისტური იდეოლოგიის მხარდამჭერებიდან 53 ადამიანს საჯარო პროცესზე ასამართლებენ. 1951 წლის 22 ივნისს ჰიტლერი თავს დაესხმება საბჭოთა კავშირს. ირანი ამას არ გმობს და ცდილობს ნეიტრალიტეტის დაცვას. საბჭოთა კავშირი კი ნეიტრალიტეტს საფრთხედ აღიქვამს და სწორედ აქ ამოქმედდება ირანს და საბჭოეთს შორის ძველი შეთანხმების მე-6 პუნქტი. საბჭოთა არმია ირანში შედის ჩრდილოეთიდან.
ბრიტანელები სამხრეთიდან და რამდენიმე დღეში უპრობლემოდ უახლოვდებიან თეირანს. ირანის ახალი არმია, რომელსაც რეზა შაჰი ასეთი მონდომებით აშენებდა, ბრძოლის გარეშე გარბის. მოკავშირეები აიძულებენ რეზა შაჰს გადადგომას. ახალი შაჰი ხდება მისი შვილი, მოჰამედ რეზა. ახალი შაჰის მმართველობის პირველი წლები ესაა ერთგვარი ლიბერალიზაციის პერიოდი. ათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს, მათ შორის იმ 53 სოციალისტს. ნებადართული ხდება პოლიტიკური აგიტაცია, ჩნდება ახალი გაზეთები, კლუბები, საზოგადოებრივი ცხოვრება ცოცხლდება. მაგრამ ეს ლიბერალიზაცია 50-იანი წლების დასაწყისისთვის სრულდება. მთელ ოპოზიციას, მარცხენასაც და მარჯვენასაც ჩაახშობენ. 1950-იან წლებში ირანი უახლოვდება ამერიკას და ისრაელს, ამერიკის მთავარ მოკავშირეს ახლო აღმოსავლეთში. 1957 წელს ირანში იქნება მთავარი სპეცსამსახური, რომელიც ცნობილია აბრევიატურით სავაკი. სწორედ ეს სპეცსამსახური ჩაახშობს ყველანაირ განსხვავებულ პოლიტიკურ აზრს ქვეყანაში და 1950-იან 60-იან წლებში ირანში ფორმალურად ორპარტიული სისტემა ყალიბდება, მაგრამ ორივეს სრულად აკონტროლებს შაჰი. პოლიტიკური მრავალფეროვნების არარსებობის ფონზე მოჰამედ რეზა გამოდის ირანის გარდაქმნის ამბიციური გეგმით, რომელმაც ქვეყანა უნდა გადააქციოს მსოფლიოს ერთ-ერთ მსხვილ ეკონომიკად. პროექტი 1963 წელს გამოქვეყნდა, ის ცნობილია თეთრი რევოლუციის სახელით. თეთრი კი იმიტომ უწოდეს, რომ ქვემოდან რევოლუცია ყოველთვის სისხლიანია, წითელია. ზემოდან შეთავაზებული რევოლუცია კი უნდა იყოს მშვიდობიანი. რეფორმა ითვალისწინებდა მიწის რეფორმას, მუშების მონაწილეობას საწარმოოს მოგებაში, საგანმანათლებლო ინიციატივებს, ქალების უფლებების გაზრდას. ამ რევოლუციის ერთ-ერთი შედეგია სხვათაშორის ირანის ბირთვული პროგრამაც. რეფორმას კრიტიკა შეხვდა ირანის ერთ-ერთი ავტორიტეტული სასულიერო პირისგან, რუჰალო ჰამეინისგან. მისთვის მიუღებელი იყო მაგალითად ქალების უფლებების გაზრდა. ქალებს ეძლეოდათ არჩევნებში მონაწილეობის და კენჭისყრის უფლება, ასევე განქორწინების მოთხოვნის უფლება, რაც ისლამური კანონებით აკრძალულია. ერთ-ერთი გამოსვლისას ჰამეინი დააპატიმრეს. ქალაქ ყუმში ჰამეინის მხარდასაჭერი გამოსვლები იწყება, სავაკი იწყებს მისი მომხრეების დარბევას, ამის მერე ჰამეინის ათავისუფლებენ როგორც სასულიერო პირს, ის არ ჩერდება და ამჯერად აკრიტიკებს ახალ კანონს, რომელიც ამერიკის მოქალაქეებს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, კერძოდ ამერიკელ სამხედროს, რომელიც ირანის ტერიტორიაზე დანაშაულს ჩაიდენდა და გაასამართლებდა არა ირანის, არამედ ამერიკის სასამართლო. ჰამეინის ისევ აპატიმრებენ და მალევე აძევებენ ქვეყნიდან. მომდევნო 15 წელს ის იცხოვრებს თურქეთში, ერაყსა და საფრანგეთში. 1970-იანი წლების დასაწყისში ირანში პოლიტიკური ცხოვრება სრულად გამოფიტულია. ქვეყანაში მყარი ავტორიტარიზმია, ძლიერია სპეცსამსახურების როლი. ამასთანავე მოჰამედ რეზას დროს ქვეყანა ვითარდებოდა, ეკონომიკაც იზრდებოდა. მის ეპოქაში დაიბადა დღეს ასე ცნობილი ირანული კინო, მაგრამ ადამიანების პოლიტიკაში მონაწილეობა იყო ნულის ტოლი. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეეძლო ლეგალურ ველში რაღაცით მაინც დაპირისპირებოდა ირანის რეჟიმს და მის მონარქს, იყო სასულიერო პირთა წრე. სასულიერო სფეროს პოლიტიკურად აქტიური ნაწილის ლიდერი რუჰალო ჰამეინი იყო და ისიც იყო ემიგრაციაში. ნელ-ნელა დაპირისპირება ხელისუფლებას და ხელისუფლებით უკმაყოფილო საზოგადოების ნაწილს შორის, რომელსაც სასულიერო პირები ედგნენ სათავეში, მწიფდება, მაგრამ არასაჯაროდ. ხელისუფლება, რომელიც ვერ ხედავს უკმაყოფილების საჯარო გამოვლინებებს, ვერ აფასებს სასულიერო პირების შესაძლებლობებს. სასულიერო პირების პოლიტიკური და იდეოლოგიური გავლენის ხარისხი რომ გავიგოთ და ჩემი აზრით გავიგოთ თუ რატომ გახდა საერთოდ შესაძლებელი სწორედ ამ ქვეყანაში რელიგიური რევოლუცია, აუცილებელია ვიცოდეთ ირანის რელიგიური ცხოვრების გამორჩეული თავისებურებები. 651 წლამდე ირანში ოფიციალური რელიგია იყო ზოროასტრიზმი. შემდეგ ირანი დაიპყრეს მუსლიმებმა, დაიწყო მოსახლეობის ისლამიზაცია. მთავარი რელიგია ამ დროს იყო ისლამის სუნიტური მიმართულება. მე-15 საუკუნის ბოლოდან ირანს მართავს სეფიანთა დინასტია, რომელიც ქვეყნის მთავარ რელიგიად აცხადებს შიიტურ ისლამს. ის თუ რა სხვაობაა შიიზმსა და სუნიზმს შორის, ამაზე აქ აღარ შევჩერდებით, ჩვენს არხზე ამის შესახებ ცალკე ვიდეოა. ყაჯარების დინასტიის დროს შიიზმი ხდება სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საფუძველი. მათ დროს სასულიერო პირთა წრე იძენს დიდ პოლიტიკურ გავლენას. ეს პოლიტიკური გავლენა დაკავშირებულია შიიტური რელიგიის ფილოსოფიის ორ ტერმინთან.
ერთია იჯტიხადი. ესაა პრინციპი შიიზმში, რომლის თანახმად კანონმდებელს რაიმე სამართლებრივი გადაწყვეტილების გამოტანისას უფლება აქვს და ვალდებულიც კია იხელმძღვანელოს საკუთარი ლოგიკით და საკუთარი წარმოდგენებით, თუ როგორი ქცევა უფრო სწორი იქნებოდა კონკრეტულ სიტუაციაში. ეს პრინციპი დამახასიათებელია სწორედ შიიტური სამართლისთვის და საერთოდ არ ვრცელდება თანამედროვე სუნიზმზე, სადაც სამართლის სპეციალისტები ეყნობიან ხოლმე როგორც წესი პრეცედენტებს ან წმინდა ტექსტებს. მეორე ტერმინი, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია იჯტიხადთან, ესაა მარჯა ად ტაკლიდი, რაც არაბულ ენაზე ნიშნავს მისაბაძ მაგალითს. ეს არის იმ ტიპის მისაბაძი სასულიერო პირი, რომელსაც საკმარისი ავტორიტეტი აქვს იმისთვის, რომ მის მოწოდებას ხალხი გახვეს, მისი გადაწყვეტილება შეასრულოს. მეტიც, მისი გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. ეს ორი ცნება მე-19 საუკუნის ირანულ საზოგადოებაში სასულიერო პირებს მიანიჭებს უზარმაზარ როლს და დიდ დამოუკიდებლობას. კარგად ჩანს ეს ყველაფერი იმ მოვლენების მაგალითზე, რომელსაც თამბაქოს პროტესტს უწოდებენ. 1890 წელს ბრიტანელმა მაიორმა ტალბოტმა ირანში თამბაქოს წარმოებაზე კონცესია მიიღო. კონცესია ესაა ამა თუ იმ წარმოების ან მომსახურების სფეროს განვითარებაზე ექსკლუზიური უფლება. ამ შემთხვევაში ლაპარაკი იყო ირანული თამბაქოდან ყველა შემოსავლის მიღების ექსკლუზიურ უფლებაზე. ირანული თამბაქო თავისი ხარისხით ძალიან ფასობდა და ირანში ბევრსაც ეწეოდნენ. ტალბოტს უფლება ჰქონდა დაედგინა ფასები, რომლითაც ვაჭრები მისგან თამბაქოს ყიდულობდნენ. ვაჭრებს და ისეთი დიდი ინსტიტუტის ნაწილს, როგორც ირანში ბაზარია, მჭიდრო კავშირები ჰქონდა შიიტ სასულიერო პირებთან. ტალბოტის დადგენილი თამბაქოს ფასები ძალიან მაღალი იყო ბაზრისთვის. აქ სასულიერო პირთა წრე გამოვიდა არა სახელმწიფოს, არამედ ბაზრის მხარეს. ვაჭრები დიდ ფულს წირავდნენ მათ, სასულიერო პირები კი სანაცვლოდ რელიგიურად მფარველობდნენ ბაზარს და ეს ურთიერთობები ხშირად მყარდებოდა ხოლმე ქორწინებებით ამ ორი კლასის შთამომავლებს შორის. ტალბოტის ფასების წინააღმდეგ იწყება პროტესტი და აქ ერთვება ერთ-ერთი ავტორიტეტული სასულიერო პირი მირზა შირაზი. ის გამოსცემს რამდენიმე წინადადებიან ფეთვას, საკუთარ სამართლებრივ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე და თამბაქოს მოწევას უტოლებს მკრეხელობას. ცხადია, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა რელიგიური. თუ კი ირანელები შეწყვეტდნენ მოწევას, ტალბოტი ამ კონცესიით ფულს ვეღარ მიიღებდა. ეს ფეთვა გადამწყვეტ როლს შეასრულებს, რადგან ირანელები მასობრივად იწყებენ მოწევაზე უარის თქმას, პლანტაციებს წვავენ. ამ სამართლებრივ გადაწყვეტილებას ჰქონდა გრანდიოზული ეფექტი და ის და მისი შედეგები ძალიან ცხადად აჩვენებს სასულიერო პირების გავლენის ხარისხს ირანის პოლიტიკაზე მე-19 საუკუნეში. შეხი გააუქმებს ტალბოტის კონცესიას, რის შემდეგაც შირაზი გააუქმებს თავის ფეთვას. აიათოლას წოდებას შიიზმში ანიჭებენ მეტნაკლებად ავტორიტეტულ სასულიერო პირს. სწორედ აიათოლების პროტესტით დაიწყო კონსტიტუციური რევოლუციაც. სასულიერო პირები იყვნენ ერთ-ერთი მთავარი ძალა ირანის 1905-1911 წლის კონსტიტუციური რევოლუციის პერიოდში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მხარს უჭერდნენ კონსტიტუციის მიღებას და პარლამენტის შექმნას. ზოგიერთი მათგანი პირიქით მონარქიას ემხრობოდა, მაგრამ ისინი ორივე მხარეს იბრძოდნენ და პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ. რეზა შაჰის დროს, რომელიც როგორც უკვე გითხარით, სულაც არ იყო ათეისტი, მაგრამ მაქსიმალურად ზღუდავდა ყველა მეტნაკლებად გავლენიან ძალას ქვეყანაში, სასულიერო პირებსაც ავიწროვებდა. ამ პერიოდში ისინი ცდილობენ გაეცალონ პოლიტიკურ ცხოვრებას, რომ ფიზიკურად გადაირჩინონ თავი. მაგრამ რეზა შაჰის ეპოქის მთავარი ანტისახელისუფლებო გამოსვლა მაინც სასულიერო პირებს უკავშირდება. კერძოდ, სასულიერო პირების ერთადერთი მასშტაბური გამოსვლა რეზა შაჰის დროს იყო გოხარშადის მეჩეთში, ქალაქ მეშჰედში. ეს ქალაქი ირანის ერთ-ერთი მსხვილი შიიტური საკულტო ცენტრია. პროტესტი იმდენად მასშტაბური იყო, რომ პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. ადგილობრივმა პოლიციამ უარი თქვა დარბევაზე და აჯანყება სხვა რეგიონებიდან ჩაყვანილმა სამხედროებმა ჩაახშეს, რომლებსაც მეშჰედელები არ უყვარდათ. შიიტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ არსებობდა 12 იმამი. იმამი ეს არის მუსლიმთა სულიერი წინამძღოლი, შიიზმში ის პოლიტიკური ლიდერიც არის და რელიგიურიც. წინასწარმეტყველ მუჰამედის უკანასკნელ მე-12 მემკვიდრედ ისინი თვლიან იმამ ალ-მაჰდის, რომელიც გაქრა, მაგრამ შიიტების რწმენით ის უბრალოდ კი არ გაქრა, არამედ დაემალა სამყაროს მე-10 საუკუნის ბოლოს და გამოჩნდება სამყაროს დასასრულის წინ. ხელისუფლებასთან დაკავშირებული შიიტური თეორიების მიხედვით ნებისმიერი ძალაუფლება თემზე არის ილუზორული.
აქედან ათასგვარი პოლიტიკური დასკვნის გამოტანა შეიძლება. მაგალითად, იმის, რომ ნებისმიერი ხელისუფლება არალეგიტიმურია და ნებისმიერი მმართველის წინააღმდეგ, რომელიც ძალაუფლების უზურპაციას მოახდენს, შეიძლება ბრძოლა. შიიტის მთავარი მიზანია მე-12 იმამის დაბრუნების მაქსიმალურად მოახლოება და შიიტის სასულიერო პირები ამ სტრატეგიებს იყენებდნენ. მაგრამ აიათოლა ჰამეინის გამოჩენით ამას დაემატა კიდევ ერთი ინტერპრეტაცია. ჰამეინიმ დაეყრდნორა შიიტების წარმოდგენას ხელისუფლების ილუზორულობის შესახებ იმამის დამალვის პერიოდში, ჩამოაყალიბა შემდეგი თეზისი, რომ დიახ, ნებისმიერი ხელისუფლება ილუზორულია და ნამდვილი ხელისუფალი იმამია, მაგრამ იმამის დამალვის პერიოდში კვალიფიციურ კანონმდებელს, ანუ სასულიერო პირს, აქვს სახელმწიფოს მართვის უფლება. ამით ჰამეინიმ რელიგიურ თემზე სასულიერო პირების ძალაუფლების ლეგიტიმაცია მოახდინა. სწორედ ეს დოქტრინა უდევს დღესაც საფუძვლად ირანის პოლიტიკურ წყობას, სადაც უმაღლესი ძალაუფლება ეკუთვნის სულიერ ლიდერს. ისლამური რევოლუცია ესაა რელიგიური რევოლუცია ისლამური წესების აღდგენისთვის და საერო წესების წინააღმდეგ. სასულიერო პირთა წრე იყო 1979 წლის ირანის რევოლუციის მთავარი ძალა. ერთი მხრივ მათ შექმნეს თავიანთი პოლიტიკური პროგრამა, რაც არ ჰქონდათ მრავალი ასწლეულის განმავლობაში, რათა ჩართულიყვნენ პოლიტიკურ ბრძოლაში. მეორე მხრივ კი ისეთი მოაზროვნეები, როგორიც იყო ალი შარიათი, რევოლუციის კიდევ ერთი იდეოლოგი, ძველ შიიტურ კონცეპტებს ინტერპრეტაციებით აქცევდა რევოლუციის კონტექსტში და იყენებდა იმ დროს მოდური ევროპული ანტიკოლონიური ბრძოლის იდეებს. ალი შარიათის მხარე, ესენი არიან სასულიერო პირები, რომლებიც მზად არიან ოპონენტებთან პოლიტიკური პოლემიკისთვის, საკუთარი იდეოლოგიის და პოლიტიკური პროგრამის ჩამოყალიბებისთვის. არის ასევე შახი, რომლისგანაც პროპაგანდა ქმნის ურწმუნო და უღმერთო მმართველის სახეს და რომელიც სინამდვილეში სულაც არ იყო ათეისტი. მას ჰქონდა ღრმა რელიგიური გრძნობები, რომლებსაც ავლენდა თავის წიგნებშიც, გამოსვლების დროსაც და ამ გრძნობებსაც ასევე აქვს საფუძველი 1960-იანი, 70-იანი წლების ირანის ინტელექტუალურ სივრცეში. ლაპარაკია ტრადიციონალიზმის სწავლებაზე, რომელიც თავს უყრიდა ყველა ირანულ რელიგიას, როგორც ირანის სიბრძნის ერთიან მატარებელს. ეს ყველაფერი ედებოდა შახის მისიანისტურ განწყობებს, მის ისლამამდელ წარსულზე ორიენტაციას, სამყაროს განკურნების სურვილს ირანული სულიერების დახმარებით, ირანისთვის ძველი დიდების დაბრუნებას. ამგვარად რელიგიური ცხოვრების თვალსაზრისით 1970-იანი წლების ბოლო იყო ორი რელიგიური ტრადიციის დაპირისპირება. შიიტური ტრადიციის, რომელსაც სათავეში ედგა აიათოლა რუჰალო ჰამეინი ალი შარიათის კონცეფციით და ახალი ირანული ტრადიცია, რომლის მთავარი მესია იყო შახი მუჰამედ ფეხლევი. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ირანი იყო ტერიტორია, სადაც მიმდინარეობდა ცნობილი დიდი თამაში. ასე უწოდებდნენ დიდი ბრიტანეთის და რუსეთის იმპერიების კონკურენციას ცენტრალურ აზიასა და მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ პერიოდში ირანის პოლიტიკა სწორედ ეს ორი იმპერია განსაზღვრავდა. ეს კონკურენცია დასრულდა 1907 წელს ირანში გავლენის სფეროების განაწილებაზე შეთანხმებით, რაც დასაწყისში უკვე ვახსენეთ. ევროპული სახელმწიფოების კოლონიური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი იყო კონცესიები. თამბაქოს კონცესიის შესახებ და ამოვლენის შედეგებზეც უკვე გიამბეთ. კონცესია, გავიმეორებთ, რომ ეს არის ექსკლუზიური უფლება წარმოების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ან მომსახურების ამა თუ იმ სფეროზე. ყაჯარების მთავრობა აქტიურად გასცემდა ამ კონცესიებს დასავლეთ მეწარმეებსა და ვაჭრებზე. სანაცვლოდ კი მათ ყოველწლიურად შეჰქონდათ თანხები ყაჯარულ ბიუჯეტში. 1901 წელს უილიამ ნოქს დარსიმ მიიღო კონცესია ნავთობის საბადოების დამუშავებაზე ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ეს მიწები სპარსეთის ყურეს ესაზღვრება. ამ დროს ნავთობი არ თამაშობს იმ როლს, რომელსაც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ შეიძენს. ამიტომ ირანის სახელმწიფოსთვის ეს საბადოები ბევრს არაფერს ნიშნავდა. ნავთობთან დაკავშირებული სიტუაცია იცვლება 1910-იანი წლების პირველ ნახევარში და ის უკავშირდება უინსტონ ჩერჩილის საქმიანობას. ჩერჩილი მაშინ იყო საადმირალოს პირველი ლორდი და გეგმავდა ბრიტანული ფლოტის სასწრაფო მოდერნიზებას, მის გადაყვანას ნახშირიდან თხევად საწვავზე. ბრიტანეთს არ ჰქონდა თავად ნავთობის რესურსები.
ფლოტის მოდერნიზებას ახდენდა ინგლისურ-სპარსული ნავთობკომპანია და ამ კონცესიის მნიშვნელობა ბრიტანეთისთვის მომენტალურად გაიზარდა. გაიზარდა ნავთობის მოპოვებაც, მაგრამ ირანელების ბიუჯეტი იმდენივე თანხას იღებდა, რამდენსაც მანამდე. ამ კონცესიები იყო უსამართლო და არათანაბარი. 1933 წელს ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელშიც ირანის წილი კომპანიის მოგებაში მატულობს. ამასთანავე კომპანიაში დაასაქმეს ირანელებიც. მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად ნავთობის წარმოების როლი კიდევ უფრო გაიზარდა და ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ 1951 წელს მოკავშირეებმა ნეიტრალური ირანის ოკუპაცია მოახდინეს. მე-20 საუკუნის შუა წლებში ირანულ საზოგადოებაში მყარია განცდა, რომ ბრიტანული კომპანია მთელ ირანულ ნავთობს ფლობს და აღიქმება საფრთხედ ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებელი პოლიტიკისთვის. კონცესია ხდება პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი. 1950-იან წლებში ირანის ნავთობის ნაციონალიზაცია ქვეყნის საშინაო პოლიტიკის მთავარ საკითხად გადაიქცევა. ამ ფონზე ამოდის მოჰამედ მოსადიკის ვარსკვლავი, რომელიც სათავეში უდგება ნაციონალურ ფრონტს. ის ხვდება პარლამენტში, რომელიც 1951 წელს იღებს კანონს ნავთობის წარმოების ნაციონალიზაციის შესახებ. მოსადიკი ხდება პრემიერი, ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლებს კი ქვეყნიდან აცემებენ. ლონდონი ჩივის, მაგრამ უშედეგოდ. მოსადიკს მხარს უჭერენ ირანელი კომუნისტებიც და დასავლური საზოგადოებრივი აზრიც მის მიმართ სიმპათიითაა. 1952 წელს ის ჟურნალ „თაიმის“ წლის ადამიანი ხდება პირველად ირანის ისტორიაში. მეორე იქნება რუჰალო ჰამეინი. მაგრამ შაჰთან რამდენიმე წლიანი კონფლიქტის შემდეგ მოსადიკი მარცხდება. 1953 წელს ირანის სპეცსამსახურები ამერიკელ და ინგლისელ კოლეგებთან ერთად, რომლებსაც მოსადიკი საბჭოთა კავშირის მოკავშირედ მიაჩნდათ, გადააყენებენ მას პრემიერის პოსტიდან და დააპატიმრებენ. მომდევნო წელს ირანი ნავთობთან დაკავშირებულ ახალ შეთანხმებას გააფორმებს დასავლეთის სახელმწიფოებთან, რომელიც მისთვის შედარებით მომგებიანია, მაგრამ ირანულ საზოგადოებაში ყალიბდება განცდა, რომ ნავთობი ისევ უცხოელებმა ჩაიგდეს ხელში, ხოლო შაჰი მათი მარიონეტია. ამ დროს დიდ ქალაქებში დასავლურ რეფორმებს და იდეებს მხარდაჭერა აქვს, თუმცა მეტია ტრადიციული შეხედულებები. ეს არის 1960-იანი წლები, როდესაც ურბანიზაციის გამო ბევრი ადამიანი გადადის საცხოვრებლად დიდ ქალაქში და ქალაქებში ტრადიციული ცხოვრების წესის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება. ქალაქებში გადასული ადამიანების გართობის და თავისუფალი დროის გატარების ერთ-ერთი საშუალება ხდება ფეხბურთი. 1968 წელს ირანში ტარდებოდა აზიის ჩემპიონატი ფეხბურთში. მატჩში, რომელსაც ჩემპიონი უნდა გამოევლინა, ირანის და ისრაელის გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს. თეირანი ამერიკის და ისრაელის მოკავშირე იყო, ეს კი აღვივებდა არაჯანსაღ ინტერესს ამ თამაშის მიმართ. თეირანში ვრცელდება ჭორი, რომ მატჩზე ვერავინ მოხვდება, რადგან ყველა ბილეთი ებრაელებმა შეიძინეს, ხოლო რეზაფეხლები უბრძანებს ირანელ ფეხბურთელებს წააგონ თამაში მოკავშირის გუნდთან. მაგრამ კონსპიროლოგია მარცხდება, რადგან სტადიონზე ჩვეულებრივ მოხვდნენ ირანელები, ხოლო მატჩი ირანის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთის ამ ერთი მატჩის მაგალითზე კარგად ჩანს თუ როგორ ერწყმის ამ წლებში ირანელი მოქალაქეების საქმეებში პოლიტიკა და დასავლური იდეები კონსპიროლოგიას. 1960-იან წლებში იმ ირანელი ინტელექტუალების ხმა, რომლებიც დასავლეთით იმედგაცრუებულები არიან, ხდება პუბლიცისტი ჯალალ ალ-აჰმადი. ის აქვეყნებს წიგნს დასავლეთით მოწამვლა. დასავლეთით მოწამვლა ეს არის ფუყე ხორბლის ალეგორია, რომელიც გარედან მთელია, მაგრამ შიგნით ცარიელი. ესაა კონცეფცია, რაც გულისხმობს დასავლური კულტურის, ღირებულებების და იდეოლოგიის მავნე გავლენას აღმოსავლეთზე და კონკრეტულად ირანზე. ალ-აჰმადის წიგნი იკრძალება, მაგრამ იატაკქვეშეთში ვრცელდება და ზოგადად დიდ გავლენას ახდენს მოაზროვნე ირანელებზე. ანტიდასავლურ რიტორიკას იყენებს შაჰიც და თავის მრავალრიცხოვან ინტერვიუებში კაცრად აკრიტიკებს დასავლეთის ცხოვრების წესს, მათ სისუსტეს და სულიერების ნაკლებობას და ამტკიცებს, რომ ირანის ცხოვრების წესი და სულიერება სამყაროს გადაარჩენს. მოკლედ, ანტიდასავლური დისკურსი ხდება არამხოლოდ ინტელექტუალების, არამედ ირანის ხელისუფლების, ოპოზიციის და სასულიერო პირების რიტორიკის ნაწილიც. მაგრამ ის, რომ ირანის ხელისუფლება წლობით დამოკიდებული იყო დასავლეთზე, ირანელებისთვის შაჰის ანტიდასავლურ რიტორიკას არადამაჯერებელს ხდიდა. ამას ემატებოდა ირანელების კონსპიროლოგიური აზროვნება. ამიტომ ისლამური რევოლუცია იქნება ანტიდასავლური განწყობების პიკი. მისი იდეოლოგია დიდწილად ანტიდასავლურია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ბევრი ლოზუნგი იყო მემარცხენე ხასიათი. მემარცხენე იდეები მე-20 საუკუნის ირანში ძალიან პოპულარული იყო. მემარცხენე მოაზროვნეებმა და მოძრაობებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს რევოლუციის მომზადებასა და მიმდინარეობაზე. რევოლუციიდან მალევე მარქსისტები იჩხუბებენ სასულიერო პირებთან და წავლენ ოპოზიციაში. 1980 წელს მარქსისტული გავლენის წინააღმდეგ უნივერსიტეტებში დაიწყება კულტურული რევოლუცია, რომელიც ითვალისწინებდა ცოდნის კერების გაწმენდას მარქსისტი პროფესორებისა და სტუდენტებისგან. თუმცა რევოლუციის მომზადების პროცესზე, როგორც გითხარით, მათ სერიოზული გავლენა მოახდინეს. 1977 წელს ისლამურ რევოლუციამდე 2 წლით ადრე ირანში ჩადის ამერიკის პრეზიდენტი ჯიმი კარტერი. შაჰის რეზიდენციაში საახალწლო მიღებაზე ის იტყვის თავის ცნობილ სადღეგრძელოს, რომელშიც ირანს უწოდებს სტაბილურობის კუნძულს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მღელვარე რეგიონში და ამ სტაბილურობას შაჰის დამსახურებად გამოაცხადებს. 1 წლის შემდეგ ქვეყანას მოიცავს გაფიცვები და დემონსტრაციები. ირანის ისლამური რევოლუცია იწყება ემიგრაციაში მყოფი რუჰოლა ჰამეინის ბრიტანეთის ჯაშუშობაში დადანაშაულებით. ჰამეინის მხარდამჭერი პროტესტი გადაიზრდება პერმანენტულ არეულობებსა და სასტიკ დარბევებში. ამ დროს იყო დემონსტრანტებისთვის დათმობებიც, დაპირება, რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდება, საკადრო გადაწყვეტილებები, საომარი მდგომარეობის გამოცხადება, ზომიერ ოპოზიციასთან მოლაპარაკების მცდელობა, ისევ დარბევები, ისევ დაპირება დათმობებზე, მაგრამ რევოლუცია შეუქცევადი გახდა და 1979 წლის 16 იანვარს შაჰი ოჯახთან ერთად ირანს ტოვებს. 11 თებერვალს ემიგრაციიდან, კერძოდ საფრანგეთიდან დაბრუნდება აიათოლა ჰამენეი. ამ დღიდან ირანის ისტორიაში იწყება ეპოქა, რომელიც დღემდე გრძელდება. ისლამური რევოლუციის შედეგებზე არსებობს 2 აზრი. ერთნი თვლიან, რომ ავტორიტარული, მაგრამ დასავლური ფასეულობების რეჟიმი შეიცვალა ისლამური და რელიგიური რეჟიმით, სხვების აზრით კი ირანი ნახევრად კოლონიური და ავტორიტარული ქვეყნიდან გადაიქცა სახელმწიფოდ, რომელსაც დამოუკიდებელი საგარეო და საშინაო პოლიტიკა აქვს და ქვეყნად, სადაც ავად თუ კარგად არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტებიც. თქვენ რას ვფიქრობთ ირანის შესახებ და მიგაჩნიათ თუ არა, რომ ის რაც დღეს ამ ქვეყანაში ხდება, არის მის ისტორიაში მორიგი დიდი ცვლილებების დასაწყისი. მოგწერეთ კომენტარებში. ასევე აუცილებლად გამოიწერეთ ზღარბი და უამბეთ მის შესახებ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. მე კი მომდევნო ისტორიებამდე გემშვიდობებით.